პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება. კანონმდებლობა მკაცრდება, დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებებით სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. თუ ამას შეკრება მანიფესტაციის ნაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნით გადაკეტვაც. იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე არ დაემორჩილება სამართალდამცავი უწყების მითითებას, დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორს კი 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით. ძალის ცვლილება არ არის, ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც. ჩვენ უთხარით კიდევაც, თუ შეიკრიბებით საკმარისი რაოდენობა, პირიქით პოლიცია თქვენ დაგეხმარება. და ამის მაგალითები არსებობს, ეს ეფემერულად ხო არ ვამბობთ ამას. სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა როგორც სავალი ნაწილის გადაკეტვას, ასევე ტროტუარზეც გადაადგილებასაც და პოლიციამ მხოლოდ ხელი შეუწყო და არაფერი შეფერხება არ ქონიათ. ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ ის რომ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბოს და თავის ჭკუაზე ქუჩის გადაკეტვას გამოხატვის თავისუფლება დაარქვას, ეს არის წარმოუდგენელი დედამიწაზე არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ამას არ დაუშვებენ, მათ შორის არ ჩვენ დაუშვებთ. 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 26 მოსაჩივრიდან 24-ის მიმართ სასამართლომ წამების აკრძალვის მუხლის დარღვევა დაადგინა და აქედან 14-ის მიმართ გამოხატვის თავისუფლების, 11-ის წინააღმდეგ კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დარღვევა. სასამართლოს მთავარი მიგნება არის ის, რომ ძალა არაპროპორციულად იყო გამოყენებული, ვინაიდან დაშავდნენ ისეთი პირებიც, რომელთა მონაწილეობაც საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივ მოქმედებებში ვერ დასტურდება. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესები გადაიზარდა ძალადობრივ აქციაში და რომ პარლამენტში შეჭრისა და მისი შტურმის მცდელობები დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ღია ბრალდებები კორუფციასთან მიმართებით და მოწოდებები არჩევნების ჩატარებისთვის. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე ზელენსკის მიმართ ტრამპი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოდის. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია უკრაინის პირველმა პირმა მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს და ომი დაასრულოს. ტრამპმა უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და ზელენსკის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მკაცრად მოსთხოვა, რადგან მისივე თქმით ეს ხალხის დაკვეთაა. ზელენსკი რეალისტი უნდა იყოს. მაინტერესებს კიდევ რამდენი დრო გავა არჩევნების ჩატარებამდე. ამის თქმა არ არის ვინმესთვის ჭრდილის მიყენება. იქ უკრაინაში მართლაც მასშტაბური კორუფციული სიტუაცია აქვთ. ადამიანები კითხულობენ, როდის იქნება არჩევნები, საერთოდ იქნება თუ არა, თუ ისინი უბრალოდ ასე გაგრძელებას აპირებენ, ასე რომ ვფიქრობ დროა ეს ომი დასრულდეს, აცხადებს ტრამპი. ბარტ დე-ვევერი აღმოჩნდება, თუ ის ევროკავშირის გეგმას ჩაშლის. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო წერს. სტატიის თანახმად ევროპის სტრატეგია ბელგიელების დასარწმუნებლად, რომ უკრაინის დაფინანსების გეგმას მხარი დაუჭირონ, მდგომარეობს გაფრთხილებაში, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მათაც უნგრეთის მსგავსად მოეპყრობიან. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დე-ვევერი ჯერჯერობით თავს იკავებს შემდგომი ქმედებებისგან, იმის შიშით, რომ ბელგია ვალში აღმოჩნდება თანხების დაბრუნების შემთხვევაში და ახლა დამატებითი დაცვის მექანიზმებს ითხოვს. თითქმის ყველა რუსული აქტივი ბრიუსელში არსებულ ფინანსურ საცავეში ევროკლეარშია დაცული.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიასკოვი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბულგარეთის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით დაგეგმილი იყო კენჭისყრა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე, თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების ხმები, რომლებიც პროტესტს მართავენ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, რაც არის მთავრობის გადადგომა. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები ითხოვდნენ გადადგომას და ეს სამოქალაქო ენერგია უნდა იქნეს მხარდაჭერილი, თქვა ჟელიასკოვმა. პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა წინა დღით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და 25-მდე სხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. საპროტესტო გამოსვლები ბულგარეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით მთავრობამ პროექტი უკან გაიწვია. ამის მიუხედავად ბულგარეთის დედაქალაქის ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.